მოგესალმებით ტრანსფორმაციის ზონაში მარიკა ხალიანთან ერთად და დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ანი ხვადაგიანი, რომელმაც საკუთარი თავის ძიების პროცესში რამდენიმე პროფესია გამოიცვალა იურისტობიდან დაწყებული სხვადასხვა გამოცდილებების შემდეგ და საკუთარი თავი იპოვა კოუჩინგში. და დღეს ანი ეხმარება სხვა ადამიანებს საკუთარი თავის პოვნაში და როგორც ხშირად გვითქვამს კოუჩინგი ჩვენ თავად კოუჩებსაც გვეხმარება საკუთარ პიროვნულ ზრდაში. და დღევანდელი ჩვენი თემა არის შინაგანი გარდასახვა და საკუთარ თავთან შეხვედრა, საკუთარ ნამდვილ მესთან შეხვედრა, რომელიც არ არის მარტივი. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, ჩემთვის არის ძალიან დიდი პატივი შენთან ერთად აქ ყოფნა და განხილვა ისეთი საინტერესო და ღრმა თემის, როგორიც არის ნამდვილ მესთან შეხვედრა. მადლობა ანი მოსვლისთვის. და შენთვის რა არის გარდასახვა? გარდასახვა ჩემთვის არის ძალიან დიდი შინაგანი ცვლილება. ტრანსფორმაცია და რომელსაც აქვს ძალიან დიდი კავშირი ახლიდან დაბადებასთან. ესე იგი ადამიანი ადის ახალსულიერ საფეხურზე და იქიდან სრულიად განსხვავებული თვალით ხედავს უკვე საკუთარ თავს, სხვა ადამიანებს, სამყაროსაც. აი მე მარიკა ხშირად მსმენი ადამიანების გარო თითქოს აღარ ვარ ის ვინც ვიყავი და დაკარგულად გრძნობ თავს და ესეთ დროს ფიქრობ ხოლმე რომ ისინი წერტილს უახლოვდებიან, რა დროსაც უნდა დაიწყოს მათ ცხოვრებაში საოცარი გარდასახვის პროცესი, მაგრამ ზოგჯერ რთულია ხოლმე რომ მივიდნენ ამის გააზრებამდე, იმიტომ რომ არ ყოფნით სამისო ძალა რომ დარწმუნდეს საკუთარ თავში რომ ნამდვილად შეუძლიათ ამის გაკეთება. რეალურად ხო ისე არის რომ რასაც კარგავს ადამიანი, იმიტომ ხდება რომ უფრო უკეთესი მიიღოს და ამის დაჯერება უნდა ჰქონდეს პირველ რიგში ადამიანს. ახლიდან შენთვის თავად როდის მომხდარა გარდასახვა და თუ ყოფილა ესეთი მომენტები, როცა მიხვდი, რომ იქ ვეღარ დაბრუნდები, სადაც აქამდე იყავი? კი მქონია და ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება ისეთი ეტაპი, როდესაც გძნობ, რომ შენი ძველი მე უკვე წასულია და არც ახალი მე არ არის ჯერ დაბადებული და ჩემ ცხოვრებაშიც ყოფილა ესეთი წერტილი, როდესაც ვიგრძენ, რომ ძალიან ბევრი ბარიერი მქონდა იმისთვის, რომ ახალ მესთან ახლოს მივსულიყავი და ამ დროს ძალიან მადლიერი ვარ კოუჩინგის სამყაროსი, რომ კოუჩინგი გამოჩნდა ამ დროს ჩემს ცხოვრებაში და მე მივხვდი, რომ ეს იყო შინაგანი ბავშვის აჯანყება და თითქოს ჩემი შინაგანი ბავშვი მეკაჩებოდა წარსულში, რომ იქ რაღაც გადაწყვეტილებები შემეცვალა და იქ როდესაც შევცვალე ეს ძველი არასწორი გადაწყვეტილებები, ახალი სწორი გადაწყვეტილებით და უკვე ახალი რწმუნებულებებით ჩამომიყალიბ და მივხვდი, რომ ძალიან ახლოს ვიყავი უკვე ჩემს ნამდვილ მესთან. შინაგანი მესთან შეხება, ნამდვილ მესთან შეხება, რაღაცნაირად ძალიან ფაქიზი ამბავი მგონია მე პირადად ეხლა რომ გადახედვას ვაკეთებ ამ ყველაფრის. საკმაოდ ფაქიზი და ზოგჯერ მტკივნეული პროცესიც არის აი ეს გარდასახვა და რაღაცების ცვლილება, იმიტომ რომ ცვლილებები ყოველთვის მტკივნეულია უმეტეს შემთხვევაში და თან კიდე ძველი იდენტობის გაშვება და ახალ იდენტობასთან მისვლა, ახალი იდენტობის დაბადება, ახალი იდენტობის ჩამოყალიბება არ არის ესეთი მარტივი პროცესი. თან შუალედში სანამ ძველი იდენტობის გაშვება ხდება, შეიძლება ახალი ჯერ არ შემოსულა, როგორც შენ ამბობ და ადამიანი ამ დროს არის ჰაერში რაღაცა სიცარიელის განცდა, გაურკვევლობის განცდა და სწორედ ამ დროს ძალიან კარგია ხოლმე კოუჩთან ურთიერთობის პროცესი და კოუჩინგის პროცესი ამ დროს ეხმარება ადამიანს საკუთარი თავის პოვნაში და ამ სიცარიელიდან გამოსვლაში და საკუთარი თავის ჩამოყალიბების პროცესში და შენ შემთხვევაში შენ როგორც კოუჩი როგორ ეხმარები ხოლმე ადამიანებს ამ პროცესიდან გამოსვლაში?
აი პირველ რიგში მე მაქვს ხოლმე განცდა, როდესაც აი ესეთი ცვლილებების დროს თითქოს ადამიანი ორად არის გაყოფილი და თითქოს მის ძველ მეს არ უნდა წასვლა და ახალ მეს ეშინია მასში დამკვიდრების. ძალიან დიდი ბრძოლა არის ამ დროს ადამიანში. მე დავარქმევდი ამას, ეს არის ადამიანურ შიშებსა და თავისუფლებას შორის არსებული ძალიან დიდი ბრძოლა. და ვფიქრობ, რომ ადამიანი მაშინ გაიმარჯვებს საკუთარ თავზე, თუ თავისუფლების წყურულმა გაიმარჯვა მასში. ხო, თავისუფლების წყურვილის გამარჯვება ძალიან საინტერესო ამბავია და აქ ძირითადად თავისუფლება უკავშირდება იმ შიშებისგან განთავისუფლებას, რომელიც გიჭერს, გაკავებს და აქ მნიშვნელოვანი არის, რას დაარქმევდი იმ ახალ მესთან შეხვედრას. მე დავარქმევდი სასწაულს. იმიტომ რომ მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შესაძლოა ვერც ვერასდროს ვერ შეხვდეს თავის ნამდვილ მესს. სწორედ ამიტომ ეს არის ჩემთვის სასწაულთან დაკავშირებული. იმიტომ რომ ადამიანი ამ დროს ხედავს ძალიან დიდ სინათლეს საკუთარ თავში და აი სესიების დროს ხედავ ხოლმე, რომ როგორ ბრწყინავს ადამიანი და მე ვეუბნები ხოლმე ხშირად ამ კომპლიმენტს, რომ სახეც კი გიბრწყინავს, ისეთი შეცვლილი ხარ და ამას თვითონაც ხედავს. და თან ვიცი, რომ როდესაც ადამიანი ერთხელ უკვე იხილავს საკუთარ თავში ამ სინათლეს, ის არც არასდროს აღარ დაკარგავს მას. მე ჩემებურ ნაწილში დავფიქრდი, ახლა მე დავარქმევდი სიმართლესთან შეხვედრას, იმიტომ რომ ახალი მე არის იმ ძველი სიყალბისგან განთავისუფლება, იმიტომ რომ განთავისუფლება რა ჩემთვის ახალი მე თითქოს ერთის მხრივ ძველთან დაბრუნებაც არის. დაბრუნება იმ შენ ნამდვილ მესთან, რომელიც ყოველთვის იყავი ეგეთი, ხო? უბრალოდ მე მოიკარი რაღაცნაირი სოციუმისგან მოწებებული რაღაც ისეთი მოთხოვნები, რომელსაც დაექვემდებარე და გახდი ისეთი, როგორიც უნდოდა სოციუმს და ხდებით სოციუმის დაკვეთისთვის მისაღები იდენტობის ადამიანები და ესე ყალიბდება ჩვენი იდენტობა და აქ არის ძირითადი შიში ამოძრავებს ადამიანს იმისი, რომ არ მიმიღებენ, განმიკითხავენ, გამრიყავენ და ამ შიშისგან დასაცავად არის თავდაცვის მექანიზმი, რომ შევქმნათ ის ნიღბები და იმიჯები, რომელიც მისაღები გახდება სოციუმისკენ. კი, მარიკა ნამდვილად გეთანხმები. აი, სწორედ იმის თქმა მინდოდა, რომ ადამიანს უკვე როდესაც ნამდვილ იდენტობას შეხვდება, აღარ აქვს იმის სურვილი, რომ იღაბი ატაროს. იმიტომ რომ ის აღარ აძლევს საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ ისე იცხოვროს, როგორც სხვები ცხოვრობენ და ისე ისაუბროს, როგორც სხვები საუბრობენ, ისე იქცეოდეს, ან ისე აფასებდეს საკუთარ თავს სხვა ადამიანებსაც, იმიტომ რომ ესეთ დროს ის აძლევს საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ კონდეს თავისი დამოუკიდებელი აზრი. რაც ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველანაირი ზეგავლენისაგან და ყველაფრისგან თავისუფლებს მას. სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და თან ასე დროს პირველ ადგილზე იწყებს საკუთარი თავის დაყენებას და ნიშნავს, რომ ნამდვილი იდენტობა იმდენად ახლოს არის თავისუფლებასთან, რომ მას აღარ აქვს თითქოს შიშები, რომ აი სხვა ადამიანები განიკითხავენ, სხვა ადამიანები გააკრიტიკებენ, ვერ მიიღებენ. იმიტომ რომ შენ უკვე ენდობი შენს გადაწყვეტილებას, რომ პირველ ადგილზე ყავს საკუთარი თავი დაყენებული. იცი რა მაინტერესებს, ანი, როგორ გამივხვდეთ იმას, რომ ახალი იდენტობის ჩამოყალიბების პროცესში ახალი ნიღაბი არ მოირგოს ადამიანმა? აი, მარიკა, მე ვფიქრობ, რომ თითქოს შენი ახალი იდენტობა აღარ გაძლევს იმის უფლებას, რომ ეს ნიღაბი ატარო. იმიტომ რომ იმდენად ხარ ახლოს თავისუფლებასთან და იმდენად ხარ ბედნიერებასთან ახლოს, რომ თითქოს აღარც აძლევ უკვე საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ ეს ნიღაბი ატარო. სწორედ ამას თავისუფლება შენთვის. თავისუფლება არის ყველაზე დიდი ღირებულება, როდესაც შენ ყველაზე უფრო ახლოს ხარ ბედნიერებასთან და საკუთარ თავს ყველაზე უფრო დიდ პატივს ვცემ ამ დროს. აი ახლა ამ წუთში შენ 1-დან 10-მდე შკალით რამდენად ხარ თავისუფალი, რა ნიშნულზე შეაფასებდი შენ თავისუფლებას ამ წუთში? აი მე ვერ ვიტყოდი, რომ ბოლომდე თავისუფალი ვარ, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ამის თქმა, მაგრამ ვიტყოდი, რომ შევაფასებდი ალბათ 8 ქულით. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიბრძოლე თავისუფლებისთვის.
აუცილებლად უნდა განთავისუფლდეს ადამიანი სხვა ადამიანის ზეგავლენებისაგან და სხვა ადამიანის აზრის გავლენებისაგან. აი, ხშირად ვფიქრობ ხოლმე იმაზე, მარიკა, რომ ძირითადი ფუნდამენტი ადამიანის, რაც მოიცავს საკუთარი თავის მიმართ სიყვარულს და თავდაჯერებულობას, მისივე ხელით უნდა იყოს შექმნილი. ეს ნიშნავს, რომ სხვა ადამიანის შეფასებებით არ უნდა იყოს შექმნილი, თორე ესეთ დროს ეს იქნება დროებითი და აუცილებლად დაინგრევა ადრეთ უკვე. და როდესაც ადამიანი თავად ქმნის ამას და უკვე თითქოს უკუაგდებს ამ ყველანაირ აზრს და შეფასებას, ეს უკვე არის მარადეული და მყარი ჩემი აზრით. მე როგორც მესმინება ამ პროცესში თავისუფლების ხარისხი როცა მაღალია, შენთვის მნიშვნელოვანია შენი შეფასება საკუთარი თავის მიმართ ვიდრე სხვა ადამიანების, იმიტომ რომ შენ გაქვს შენი პრინციპები და რაც ყველაზე მთავარია შენი ღირებულებები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია და რომლითაც უნდა ცხოვრობდეს ადამიანი და რა გავლენა აქვს საკუთარი ნამდვილი მესპოვნის პროცესში აი ამ ღირებულებების ნაწილს. ამ ღირებულებების ნაწილს ეს გავლენა აქვს, რომ იცვლება ყველაფერი ადამიანში. ანუ თითქოს ადამიანის შინაგანი დიალოგი იცვლება, იმიტომ რომ ადამიანის შინაგანი ხმა იმდენად უკვე ძლიერი არის, რომ სხვა ხმებს აღარ უსმენს ის. და მე ვფიქრობ, რომ ადამიანის მთავარი მხარდამჭერი თვითონ საკუთარი თავი არის. იმიტომ რომ სხვა ვერასდროს ვერ დაუჭერს ესე მხარს და ვერანაირად ვერ იქნება მისკენ, როგორც თვითონ შეუძლია რომ იყოს საკუთარი თავისკენ. და ამიტომ არის ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შენი შინაგანი ხმა იყოს ძლიერი და არავის ხმას არ მიაქციო და ესეთ დროს თავისუფლებასთან ხარ ძალიან ახლოს და აი ყველა იმ ზეგავლენას იშორებ ნელ-ნელა. Ani, coaching-ის პროცესს როგორ მეტაფორულად როგორ დაახასიათებდი? რა პროცესია coaching-ი? ეს არის შენ როგორც coach-ი იძლევი ბიძგს ხარ თანდევი პროცესის თუ აი როგორ დაახასიათებდი ამ პროცესს, რომელიც არის coaching-ი? Coaching-ის დროს მე ართვლიო ვარ უბრალოდ თანამდები ამ პროცესის დროს. ვფიქრობ, რომ ბიძგიც ვარ და დამზღვევიც. აი მაგალითად coach-ს აუცილებლად უნდა გააჩნდეს მოსმენის უნარი, ღრმად უნდა ესმოდეს კლიენტის და ესეთ დროს კლიენტს უჩნდება ნდობა მის მიმართ და ის coach-ი ქმნის ისეთ უსაფრთხო გარემოს მისთვის, რომ მას შესაძლებლობა ექნება, რომ გააზიაროს თავისი ემოციები, თავისი ფიქრები, ყველაფერი მშვიდად. და ეგ საოცარი ხდება, რომ კლიენტი ამ დროს coach-ს უშვებს ისეთ პირად სივრცეში, რომ მისი პირადი სივრცეა მხოლოდ და თითქოს სხვას არასდროს არავის არ შეუშვებს იქ. და აი აქ უნდა იყოს ფრთხილად coach-ი, იმიტომ რომ ამ დროს კლიენტს უნდა რომ ყველაფერი მოგიყვეს საკუთარი თავის შესახებ, რაც ეხება მიზანს, რაც არ ეხება მიზანს და ეს სწორედ ამ დროს azღვევს coach-ი, რომ ადამიანმა გზიდან არ გადაუხვიოს და სწორი გზით გააგრძელოს სიარული. და როგორ უნდა მიხვდეს coach-ი, რა არის სწორი ადამიანისთვის და რა არა? ამას შინაგანად გრძნობს მე ესე ვფიქრობ. სწორედ ეს არის მოსმენის უნარი, რომ ხედავს თითქოს ამ ყველაფერს, რომ ის სიტყვებს მიღმა რა იმალება. და რა ხდება, ემოციებს გრძნობს, აი ამ ენერგიის სრულებებს ატყობს. კი, მაგრამ მე მგონია, რომ მე არასოდეს არ ვიცი რა არის სწორი კლიენტისთვის და რა არა. და მე როგორც coach-ი მგონია, რომ ვქმნი სივრცეს, უსაფრთხო სივრცეს, სადაც ადამიანი თვითონ ქმნის თავისი ცვლილებების და ტრანსფორმაციის პროცესს და თვითონ არის ინიციატორი იმისიც რა შეცვალოს და როგორ შეცვალოს. მე არასოდეს არ ვიცი შენში რა არის შესაძლებელი და როგორ არის შესაძლებელი და ამას ვერ მივხვდები თუ შენ არ მეტყვი ამას. ამიტომ coach-ი არის ადამიანი, რომელიც ქმნის ისეთ უსაფრთხო სივრცეს, სადაც ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ ის ნიღბები მოიხსნას, გვერდზე გადადოს და არ მიმტკიცოს ის, რომ თვითონ რა მაგარი ტიპია, იმიტომ რომ ამას ისედაც მთელი ცხოვრება გარეთ ამტკიცებს და აქ აქვს ერთხელ შესაძლებლობა ისეთი უსაფრთხო, სადაც შეუძლია ბოლომდე თავის სულის საუბარს მოусმინოს, ნამდვილ მეს მოусმინოს და აქედან შეხედოს თავის თავს გარედანაც სხვადასხვა რაკურსიდან და თვითონ დააინიციროს ის ცვლილება, რომელიც მას ჭირდება. მე არასოდეს არ ვიცი რა არის სწორი და რა არ არის სწორი სხვა ადამიანისთვის.
ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ბიძგს კი არ ვიძლევით, ჩვენ ვიძლევით სივრცეს, უსაფრთხოს და სიღრმისეულ კითხვებს, სვამთ, სადაც ადამიანი თვითონ აძლევს ამ ბიძგს თავის თავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შენ როგორც კოუჩი, როგორ გრძნობ ხოლმე თავს, როცა ხედავ ადამიანში მნიშვნელოვანი ცვლილებები რო იწყება და როცა ხედავ, რომ მას ისეთი ინსაიტები აქვს, როგორც წეღან თქვი, სახე გაუბრწყინდა და განათთა. ამ დროს როგორია შენი დამოკიდებულება და როგორ გრძნობ შენ თავს? აი, საოცარი შეგრძნება არის, როდესაც ხედავ, რომ ადამიანი ესე ჩემს თვალწინ ანათებს. მაქვს ხოლმე აღფრთოვანების განცდაც, სიხარულის განცდაც და თითქოს მაქვს შეგრძნება, რომ გვირაბში შევდივარ იმ ადამიანთან ერთად და ერთად გავდივართ სინათლეში და სწორედ აი ამის განცდა მაქვს ხოლმე საოცარი და ამაღლებული შეგრძნება არის ეს. თან ვიცი, რომ ეს არც არასდროს არ დაკარგავს ამ სინათლეს. რამდენჯერაც არ უნდა მოუწიოს ისევ სიბნელის გავლა. იმიტომ რომ თავარი, როდესაც იცის ადამიანმა რა არის უფრო მეტად უკეთესი, უკვე აუცილებლად იპოვის და ისე დაიწყებს იმის ძიებას. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ არასდროს არ დაკარგავს სინათლეს საკუთარ თავში. რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ ნამდვილმა შეხვდეს ადამიანი და ყველასთვის არის თუ არა ეს მნიშვნელოვანი? ხო არის ადამიანები ცხოვრობენ მთელი ცხოვრება კოუჩების გარეშეც, პიროვნული განვითარების გარეშეც და რაღაცა თავის გეგმებს მიყვებიან, წარმატებასაც აღწევენ, თავის თავთან მართლები არიან რაღაცა ფორმით, ყველას თავის სიმართლე აქვს და რატომ არის აუცილებელი აი ამ საკუთარ თავში ძიების პროცესი დაიწყოს ადამიანმა, როგორ ფიქრობ? იმიტომ რომ სწორედ ასეთ დროს აღმოაჩენს სიძლიერეს, სხვა შემთხვევაში ვერა. თუ ადამიანი არ შეხვდა საკუთარ თავს და არ დაიწყო საკუთარი თავის გაგება, პირველ რიგში ძალიან რთულია რომ სხვა ადამიანებმა გაგიგონ და ურთიერთობებსაც ვერ აყალიბებს ჩემი აზრით ესეთი ადამიანი. და სწორედ ამიტომ აუცილებელია რომ შეხვდეს ის თავის ნამდვილმა ეს. სიძლიერეს შეეხედა, სიძლიერე მე მინახავს ისეთი ადამიანები, რომლებიც არ შედიან ტრანსფორმაციაში, მაგრამ საკმაოდ ძლიერები არიან იმ თვალსაზრისით, რომ ძლიერად იცავენ თავის პოზიციას, რომ არ მჭირდება. საერთოდ არაფერში არ მჭირდება, მე ხა ისედაც ვიცი რა მინდა და მივდივარ და ვაღწევ იმას, რაც მინდა და რა საჭიროა ხა იმ ნაგავში ქექვა. სადღაც რაღაც არასწორად ვაკეთებ თუ როგორ ვაკეთებ და რა მაქვს შესაძლებელი. მე ვიცი რა მინდა და მივყვები იმას და მივდივარ იქ როგორც მინდა და რატომ არის საჭირო? ხშირად გამიგია სხვათა შორის ეს ფრაზაც და აი რას ეტყოდი ასეთ ადამიანებს, რომელიც ამბობენ, რომ მე არ მჭირდება ჩემ თავში ჩახედვა. ეტყოდი, რომ თავდაჯერებულობა მოდის სიძლიერიდან. და სიძლიერეს ადამიანი მაშინ გრძნობს, როდესაც კავშირი აქვს საკუთარ თავთან და თავის ნამდვილმეს. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ხა რაც შენ ახსენე, მარიკა, ჩემი აზრით არის, რომ ნიღაბი უკეთია ადამიანს. და არამყარი თვით შეფასება აქვს ესეთ დროს. და თვითონაც არ არის ესე ვთქვათ, არ იცის ვინ არის და რას წარმოადგენს. და ვერც უმტკიცებს ვერაფერს, ნორმალურად ვერ უმტკიცებს და თითქოს ატყუებს და ამ ნიღაბს ატარებს, რომ ვითომ თავდაჯერებულია და ამტკიცებს თავისას და რეალურად ყველაზე მეტად შეიძლება მას უჭირდეს. იცი რა, ყველა მგონია, რომ ყველა ვატარებთ რაღაც ნიღბებს და ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ კი მოგვეცა ერთი ცხოვრება, მაგრამ თითქოს ამ ერთ ცხოვრებაში ბევრი ცხოვრებით ვცხოვრობთ. და ბევრ სხვადასხვა ცხოვრებას და პროცესებს გავდივართ. ამ ერთ ცხოვრებაში და ერთი მთავრდება, მერე მეორე იწყება. თითქოს აი ამ იდენტობის ნაწილებსაც ასე გაუცნობიერებლად ვემშვიდობებით. ერთი ნაწილიდან მეორეში გადადის კიდევაც ესეთი შეგრძნება მაქვს და რა არის ხოლმე მთავარი გამომწვევი მიზეზი იმისი, რომ ადამიანმა დაიწყოს გარდასახვა. ყოველთვის პიროვნულ განვითარებას თავისით მოყვება თუ ზოგჯერ საჭიროა რაღაცა
ტრამვა მოხდეს ზოგჯერ საჭიროა რაღაც. აი პირველ რიგში იქიდან დავიწყებდი თუ რა სხვაობაა ცვლილებასა და გარდასახვას შორის. ცვლილება არის დროებითი და გარდასახვა არის მუდმივი. ცვლილების გადაწყვეტილებას ძალიან მარტივად იღებს ადამიანი და ძალიან მარტივად უბრუნდება თავის ძველ ჩვევებს, ქცევის თუ აზროვნების პატერნებს და რაც შეეხება გარდასახვას, ეს არის გააზრებული გადაწყვეტილება, რომ ადამიანმა იდენტობის დონეზე შეცვალოს საკუთარი თავი. და ცვლილების დროს ის ცვლის მხოლოდ ქმედებებს, მიზნებს და ისევ-ისეთი რჩება რეალურად. ისე გამოდის ხოლმე ზოგჯერ რომ ადამიანი იწყებს რაღაცის გაკეთებას, თითქოს მიზნისკენ მიდის, ბოლომდე ვერ მიყავს და მე ისევ-ისე თავიდან აკეთებს. მე ისევ თავიდან იწყებს და მე მაქვს ხოლმე შეგრძნება რომ ლაბირინთში შედის ესეთი ადამიანი და იქიდან ვეღარ აღწევს თავს. და როდესაც უკვე იდენტობის დონეზე ცვლის საკუთარ თავს, ეს ყველაფერი უკვე აღარ არის და იმიტომ რომ თითქოს უარყოფს იმ შვიდობება თითქოს რაღაცა იმ ნაწილს რომელიც ხელს უშლის მიზნის მიღწევაში და ბედნიერებაში. ძალიან საინტერესო თქვი და ჩემთვის რაღაცნაირად დავინახე რომ თითქოს ცვლილება არის გარე პროცესი და გარდასახვა არის შიდა პროცესი. ცვლილებას აკეთებ გარეთა ქმედებებით, სამყაროსთან ურთიერთობებით და პროცესში და გარდასახვა არის შინაგანი მეს პროცესის გავლა, შეცვლა და შინაგანი დამოკიდებულებების ცვლა სამყაროს მიმართ. ამიტომ არის რომ ცვლილების დროს შეიძლება რაღაცები შეცვალო, მაგრამ შიგნით თუ იგივე დარჩი, მერე იგივე მეორდება და შიგნით გარდასახვა თუ ხდება, ის უკან ვეღარ ბრუნდება. იმიტომ რომ ძალიან დიდი კავშირი აქვს ადამიანს ამ დროს თავისუფლებასთან და აი როდესაც გადახედავს თუ როგორ ცხოვრობდა თავისუფლება დაკარგული და როგორ ჩარჩოებში ყავდა საკუთარი თავი მოქცეული, ხო? არანაირი სურვილი აღარ ექნება იმას რომ იქ დაბრუნდეს. აი ზოგჯერ ამიტომ ვფიქრობ ხოლმე რომ საკმაოდ რთული და მტკივნეული ცხოვრებისეული მოვლენებიც კი არის ხოლმე საჭირო იმისთვის რომ ადამიანმა მიიღოს ეს გააზრებული გადაწყვეტილება რომ შეცვალოს ბოლომდე საკუთარი თავი. იმიტომ რომ სწორედ ამ დროს აფიქრებს სამყარო, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს და უნდა უარყოს რაღაცნაირად აი ეს ნაწილი, რომელიც აზიანებს მას ყველანაირად. რა დროს უნდება ადამიანს საკუთარი თავის შეცვლა? როდესაც გაიაზრებს, რომ აი ეს რაღაც მაგათად თვისება იქნება თუ დამოკიდებულება, რომელიც ეგონა დიდი ხნის მანძილზე, უბრალოდ მისი ბუნების ნაწილი იყო და ვერ შეიცვლებოდა, თურმე აზიანებს ყველაფერს, მის მიზნებს აზიანებს, მის ოცნებებს, მის ცხოვრებას. და ესეთ დროს უკვე იცვლება ადამიანი. ხო, ძველი იდენტობა თითქოს აღარ მუშაობს. იმ ძველი იდენტობის მიერ მოტანილი ჩვევები, ქცევები, რწმუნებულებები მანამდე თითქოს მუშაობდა და გამჯდარი ქონდა და რაღაც მომენტში დგება კრიზისი, როცა ადამიანი ხვდება, რომ აღარ მუშაობს ეს და უკვე ადამიანი შედის უძლურების ფაზაში. და ეს არის ყველაზე მტკივნეული პროცესი, როცა ხვდება ადამიანი, რომ მთელი ცხოვრება როგორი ფორმითაც ემსახურებოდა თითქოს თავის თავს, ამან აღარ იმუშავა და აღარ იცის რა ქნას და ამ დროს სანამ ახალი მეს ჩამოყალიბება დაიწყება, მანამდე არის სწორედ აი ეს სიცარიელის განცდა, გაურკვევლობის განცდა, შიში და ხშირად არის რომ ცვლილების ინიცირებას სამყარო მაკეთებინებს. აი ამ კრიზისზე. ზუსტად ეს ვახსენე, ზუსტად. სამყარო გიხმარება ამ ყველაფერში, კი, ნამდვილად. ხო. სამყარო ყოველთვის მელაპარაკება რაღაც მესიჯებით. და ის განსაცდელები არის სწორედ სამყაროს მიერ მოცემული მესიჯები, როცა რაღაც არ მუშაობს ჩემ ცხოვრებაში. ამ დროს სამყარო სწორედ იმ მესიჯებს მაძლევს, რა არის შესაძლებელი, რამ არ იმუშავა და სად როგორ დავფიქრდე, სად მაქვს რაღაცების შესაძლებელი და მერე იწყება სწორედ ეს ძიების პროცესი, რა უნდა შევცვალო და როგორ უნდა შევცვალო. კი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ადამიანს უნდა სჯეროდეს სამყაროსი აუცილებლად, უნდა კითხულობდეს აი ამ ნიშნებს. მე ვფიქრობ, რომ ეს საკუთარ თავთან კავშირი, ადამიანებთან კავშირი და სამყაროსთან კავშირი, ეს არის ის სამი, რაც ქმნის ადამიანში ჰარმონიას და ბედნიერებას. კი, მაგრამ საკუთარ თავთან კავშირით იწყება. მე თუ ჩემ თავს არ ვიცნობ, ვერასოდეს ვერ მივხვდები შენ
რა გაწუხებს. იმიტომ რომ ხშირად ადამიანები იმდენად ავტომატურად ვცხოვრობთ, რომ ვერც კი ხვდები რაღაცა მაწუხებს, მაგრამ რა მაწუხებს ვერ ხვდები, იმიტომ რომ არ მაქვს კავშირი ჩემს ემოციებთან, არ მაქვს კავშირი ჩემს საჭიროებებთან, ვერ ხვდები და ვერ ვაცნობიერებ, რას რატო ვაკეთებ, სად ვღიზიანდები და რატო ვღიზიანდები, ვიზე ვღიზიანდები და კარგად რომ დავფიქრდეთ, არ არის მნიშვნელოვანი ის ნინოზე ვარ გაღიზიანებული თუ თამარაზე თუ ნათელაზე. მესმის, კი, ამის ვფიქრობ, რომ კოუჩინგის ეფექტურობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად გაიცნობს ადამიანი საკუთარ თავს. აი ჩვენ კოუჩებს უამრავი მეთოდი და საშუალება გვაქვს, რაც ადამიანს ეხმარება, რომ მისწვდეს თავის ნამდვილ მეს, გარღვიოს ბარიერები, გაუშვას წარსული და ახალი აღმოჩენები გააკეთოს საკუთარ თავში. როგორ ხდება პროცესი, როცა აი ეს ახალი გაცნობიერებები აქვს კლიენტს და მერე როგორ ხდება რეალურ ცხოვრებაში ამისი გადატანა და დანერგვა, როგორ ცვლის რეალურ ცხოვრებას. ერთია, მე სხვათა შორის დაკვირვება ვაწარმოე ამ ბოლო დროს ადამიანების, რომლებიც მოდიან ტრენინგებზე, რომლებიც მოდიან კოუჩინგზე და არის რამდენიმე ტიპის ადამიანი, რომელიც მოდის ტრენინგზე და ზოგ შემთხვევაში ვეძახი ხოლმე, რომ დამოკიდებულება აქვს ზოგ ადამიანს ადიქციასავით არის ეს, რომ აუცილებლად რაღაცა განვითარების პროცესში უნდა იყოს ჩართული, იქაც უნდა მივიდეს, იქაც მივიდეს, ყველგან დადის, სადაც შეიძლება რამე გამოცხადდეს, მაგრამ ცვლილებებით ნაკლებად ცვლის თავს, იმიტომ რომ დამოკიდებულება ჩნდება იმ ინსაიტების მიმართ, რომ ვაუ, თურმე იმის ბრალი ყოფილა, თურმე დედის ბრალი ყოფილა, თურმე ვიღაცის ბრალი ყოფილა და რა. თავარი არის ის, რომ ტრენინგებზე ხშირად არის ვაუ ეფექტები და ეს ბევრი ინსაიტი, რომ გაცნობიერება და ამ გაცნობიერების მიმართ არის ხშირად დამოკიდებულებები, მაგრამ კოუჩინგის პროცესი ასტიმულირებს ამის გადატანას ქმედებაში და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ რეალურად რამდენად ცვლის შენს ცხოვრებას. გავიგე, რომ ვაუ ეფექტი არის, გავიგე, რომ გაცნობიერე რაღაცები და ეხლა რა ხდება შენს ცხოვრებაში. აი მაგასთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ კოუჩინგის მთავარი ეფექტი ის არის, რომ ადამიანმა დაიწყოს მოქმედებაზე გადასვლა. ესე იგი, ისეთი რაღაც გააკეთოს, რისიც მანამდე ყველაზე მეტად ეშინოდა და შესაძლოა მთელი ცხოვრების მანძილზეც კი გაურბოდა ამ შიშს. და ყველაზე საოცარი აქ ის ხდება, რომ იმის შემდეგ, რაც ადამიანი დარწმუნდება, რომ თურმე ძლიერია და თურმე როგორი პოტენციალი გააჩნია მას, ხომ? აი იმის შემდეგ ის უკვე იჯერებს, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია და აი ეს შიში, რომელიც მისთვის გამანადგურებელი იყო, გარდაიქმნება ცხოვრებისეულ გამოწვევად და თითქოს ადამიანს ჯერა ამ დროს, რომ ცხოვრება გიწევს, იმიტომ რომ შეხარ ძლიერი. და აი სწორედ აქ იქნება უკვე კავშირი სამყაროსთან, რომ სამყარო გეხმარება იმაში, რომ განვითარდე და ეს ახალ პიროვნებად რო გარდაიქმნა. გეთანხმები, თუ შიშებში გაიარე, მე სამყარო ყველაფერში გეხმარება და იხსნება. და ჩემთვის ეს პროცესი რაღაცნაირად გმირის მოგზაურობის გზას გავს. აი კოუჩინგის მთლიანი კლიენტის და კოუჩის ურთიერთობის პროცესი ხშირად ვამსგავსებ ხოლმე გმირის მოგზაურობის გზას, როცა ადამიანი თავიდან მოდის კოუჩთან და რაღაცნაირი წინააღმდეგობები აქვს და ეშინია ამ კომფორტის ზონის გარღვევის და კი იცის რა და როგორ, მაგრამ პირველი ნაბიჯების გადადგმის შიშია, გან არ იცის ხედვა არა, კი იცის და ხვდება, რომ მისი ცხოვრება არ არის ისეთი, როგორიც მას უნდა, რომ იყოს, მაგრამ რითი დაიწყოს, ან საით წავიდეს და რა შექმნას არ იცის და აი ეს მთელი პროცესი არის გმირის მოგზაურობის რაღაცნაირი 12 ნაბიჯიანი პროცესი, სადაც ადამიანი იწყებს ზღურბლის გადალახვას და შენ კოუჩი გვერდით უდგახარ და მისი მარტო არ არის ის ამ რთულ პროცესში. გვერდით ხარ, უსაფრთხო გარემოს უქმნი, მხარდამჭერი ხარ მისი ამ ნაბიჯების და
იწყებს გადალახვის პროცესს, მერე შედის ლაბირინთში, მერე შედის ისეთ ლაბირინთში, სადაც იქაც მარტო არ არის, ბევრი წინააღმდეგობები აქვს, ამისი გადალახვა უწევს და ეს ყველაფერი შენთან ერთად მიმდინარეობს და ბოლოს უკვე რო გაივლის ამ თავარ წინააღმდეგობებს, გაივლის შიშებში, გაივლის სირცხვილის გრძნობას გადალახავს, დანაშაულის გრძნობებს გადალახავს, ყველაზე რთული ემოციები რაც არის და მერე პოულობს უკვე თავის თავში ნამდვილ ძალას, იმ ძალას, რომელსაც შენ წეღან ახსენებდი. ხშირად ადამიანი პოულობს კოუჩინგის შედეგად საკუთარ თავში და იმ ფსევდო საყრდენებზე აღარ არის დამოკიდებული, რომელიც მანამდე გონია, რომ ვიღაცაზე უნდა იყოს დამოკიდებული, ვიღაცა რაღაცას გაუკეთებს და ასე შემდეგ და უკვე საკუთარ თავში პოულობს იმ ძირითად ძალას, რომელთაც ხვდება, რომ მარტო შეუძლია გააგრძელოს ცხოვრება და გაიტანოს მიაღწიოს იმ მიზნებს, რომელსაც დაისახავს და ეს არის ჯადოსნური პროცესი კოუჩინგის. ნამდვილად საოცარი პროცესი. და ამ პროცესში ხდება სწორედ საკუთარი თავის და საკუთარ ნამდვილ მესთან შეხვედრა, რომელსაც მე ვეძახი ხოლმე სიმართლესთან შეხვედრას. იმიტომ რომ ჩვენ რაღაცნაირად ხშირად საკუთარ თავსაც ვატყუებთ. და აი ამ ტყუილების პროცესში ისევ ცხოვრობთ, რომ ვერ ვხვდებით, რო გვეკითხებიან როგორ ახარ და კარგად ავარ. ავტომატურად ამბობ ამ კარგად ვარ, შეიძლება საერთოდ არ ხარ კარგად. მაგრამ მივეჩვიეთ ისეთ ავტომატურ ქმედებებს, რომლითაც გაუაზრებლად, გაუცნობიერებლად თავის თავად აკეთებს. ქცევა, ჩვევა, საუბარი არის ავტომატური. და ვერ ხვდებით, რას ვაკეთებთ და რატომ ვაკეთებთ და სწორედ კოუჩინგის პროცესი აკეთებს ხოლმე იმას, რომ საკუთარ სიმართლეს შევხედოთ თვალებში. ადამიანი ცნობიერებას რთავს თავის ცხოვრებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ის არის ჩემი აზრით, რომ ადამიანი იწყებს საკუთარი თავის მართვას და თვითონვე ფლობს, ესე იგი, თავის აზრებს, თავის ემოციებს, თავის გონებას, ყველაფერს თვითონ ფლობს და ამიტომ გრძნობს ძლიერად თავს. აი, მაგალითად, შემიძლია მოვიყვანო, როდესაც ადამიანი იწყებს ვარჯიშს, ხო? რატო არის თავდაჯერებული? იმიტომ, რომ ის იწყებს საკუთარი სხეულის ფლობას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ჩემი აზრით და თან აღარ აქვს ამ დროს ადამიანს იმის საფრთხე, რომ სხვა შეიძლება რომ მართავდეს. იმიტომ რომ ფიქრობ, რომ ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიშია, რომ სხვა არ მართოს და ის მისი სისუსტეები სხვა ბოროტად არ გამოიყენოს. და ამ დროს თავისუფლდება ამ ყველაფრისგან და მე ურთიერთობებიც უკვე ლაგდება სხვა ადამიანებთან, იმიტომ რომ ამ ნიღაბის ტარება აღარ უწევს მას, აღარ მიიჩნევს, რომ სუსტია, პირიქით ძლიერია და ამით ამაყობს კიდეც. ზუსტად ასეა. და ეხლა მე ძალიან ცოტა ხანში ვიწყებ ახალ პროგრამას, ორთვიან პროგრამას, რომელიც იქნება ონლაინ პროგრამა, კვირაში ორჯერ იქნება შეხვედრები, 2 საათიანი შეხვედრები და ეს ორთვიანი პროგრამა, რომელსაც ქვია გაბედე ცხოვრება. და ონლაინ სივრცეში პირველად ვაკეთებ ასეთ რაღაცას და არც გამიგია, რომ მსგავსი იყოს, რომელიც არის, იცი როგორი პროცესი? ძალიან სიღრმისეული კოუჩინგური და ფსიქოთერაპიული პრაქტიკებით, მედიტაციებით და უძლიერესი დავალებებით სახლში, როდესაც ადამიანი საკუთარ თავთან მუშაობს და სწორედ ამ პროცესში იქმნება გაბედე ცხოვრება, ამიტომ ქვია, რომ გაბედე, შენი ბედი, შენ თვითონ შექმენი, ბედი შექმენი ისე, რომ შენ თვითონ მიეცი ფერები, ის ფერები, გააფერადე, შექმენი ის, რაც შენ თვითონ გინდა და ამ პროცესში არის სწორედ იმ კომფორტის ზონიდან გამოსვლა. და იმ გმირის მოგზაურობის ნაწილით, სადაც გაარღვევ იმ კომფორტის ზონას და გამოდიხარ და იწყებ საკუთარ შიშებში, საკუთარ დანაშაულის გრძნობებთან ურთიერთობას და ამაში გავლას, საკუთარ სირცხვილის გრძნობებთან მუშაობას, რომელიც ყველაზე მძიმე ემოციებია, რომელიც ყველაზე მეტად ხელს გვიშლის წინსვლაში, ყველაზე დიდი ბარიერების
გადალახვა გიწევს ამ პროცესში და ეს არის ორთვიანი პროცესი, სადაც მხოლოდ ვაუ ეფექტი და გაცნობიერება კი არ არის პროცესი, სადაც ადამიანი სწორედ აი ამ საკუთარ მესთან შეხვედრის ნაწილს აკეთებს ნაბიჯ და როგორც ვიცით, 3 დღიანი, 5 დღიანი და 1 კვირიანი პროცესი არ არის საკმარისი ცვლილებებისთვის. რატომ არის კოუჩინგი, რომ არის კვირაში ერთხელ შეხვედრები? იმიტომ, რომ შეხვედრას და შეხვედრას შორის ადამიანი ცვლილებებს მაგ დროს აკეთებს და თვითონ იღებს პასუხისგებლობას ამ ცვლილებაზე. მე ვერ შევცვლი შენ ცხოვრებას. შენი ცხოვრება მხოლოდ შენ ხელშია და მხოლოდ შენ შეგიძლია შეცვალო და სწორედ ეს პროცესი იქნება, სადაც ადამიანი იწყებს აი ამ მნიშვნელოვან ბარიერებში გასვლას, საკუთარ თავთან შეხვედრას და ახალი მეს შექმნას. თავისი თავი იქნება მთავარი საყრდენი, რომელსაც ბოლოს გამოიტანს და იმ ძალას, რომელსაც თავის თავში იპოვის და ერთკვირიანი პროცესები არ არის ხოლმე საკმარისი, იმიტომ რომ როგორც წესი ჩვევის და ქცევის შეცვლას გაგვიგია, რომ მინიმუმ 21 დღე, 40 დღე ჭირდება და აქ არის ზუსტად ის ორთვიანი პროცესი, სადაც ადამიანი სისტემატიურად მუშაობს თავის თავზე და საკმაოდ სიღრმისეულ პროცესებს გადის და აი შემიძლია ვთქვა დარწმუნებით, მსგავსი პროექტი არც გამიგია, რომ არსებობდეს საქართველოში და მეც არ გამიგია. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროცესის გავლის მერე თუ ადამიანი მომყვება და მართლაც ასრულებს ამ დავალებებს, რომელიც არ არის რთული, ზოგი არის რთული, იმიტომ რომ საკმაოდ სიღრმისეულია, მართლაც ასრულებს ამ დავალებებს, ვერასოდეს ვეღარ გახდება ისეთი, როგორიც მანამდე იყო. და აი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ელით ადამიანებს და ესეც საინტერესო პროექტს ვიწყებ, რომელიც ახლა პირველად წამოწყება და პირველად დავაანონსე და დიდი მადლობა ანი, მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის და რას ურჩევდი ადამიანებს, რომლებიც ახლად განან სწორედ ტრანსფორმაციის გზის გავლის დასაწყისში და თან ცოტა შიშები აქვთ კომფორტის ზონის გარღვევის. აი, მე მახსენდება ესეთი პერიოდი, როდესაც რთული პერიოდი მქონდა ცხოვრებაში და ძალიან შეშინებული ვიყავი და ერთ ძალიან საოცარ ადამიანს ვკითხე რჩევა. და უთხარი, რომ მითხარი, როგორ შეიძლება, რომ დავწლიო და გამოვიდე ამ მდგომარეობიდან, თქო და მან ესეთი მარტივი რაღაც მითხრა, რომ მარტივი არ არისო ესო და არც რთული არ არისო. და აი ამ დროს არ ვიცი რამდენად გჯერა მარიკა, მაგრამ მთელი ჩემი ცხოვრება შეიცვალა, იმიტომ რომ მე მივხვდი, რომ შეუძლებელი არაფერი არ არის. და სწორედ ამას ვეთყოდი ადამიანებს, რომელსაც უჭირთ დღეს, ასე ვთქვათ, ამ გზის გავლა, რომ შეუძლებელი არაფერი არ არის, მთავარია გჯეროდეს. ძალიან დიდი მადლობა. მეც გეთანხმები, რომ მარტივი არ არის, მაგრამ არც რთული არ არის და ეს ყველაფერი არის იმის მიხედვით, შენ როგორ შეხედავ. თუ შენ შეხედავ, რომ რთულია და ძალიან რთულია, მაშინ ნამდვილად ძალიან რთულია. თუ შენ შეხედავ, რომ მარტივია და მარტივად გაივლი, მართლაც შეძლებ, რომ მარტივად გაიარო. ამიტომ ჩვენი შესაქმნელია, ჩვენი ბედი და ყველაფერს ჩვენ ვქმნით ჩვენი დამოკიდებულებით. უღრმესი მადლობა ანი სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. მადლობა ასევე შენც. მადლობა რომ გვისმენთ და მოგწერეთ რა საკითხებზე გინდათ რომ ვისაუბროთ შემდეგ ჩართვებში.